კომენტარებს უნდა უპასუხო. პირველი კითხვა ძალიან ბევრი კომენტარია და არა მოუჭერი, იმიტომ რომ ძირითადად არის ხოლმე რა ღირს, როგორ ვიყიდო, სად ვიყიდო, რანაირად ვიყიდო, რამდენად მომყიდი, ფასი დაწერე, ფასი გამომიგზავნე, პირადში მოგწერე და ასე შემდეგ. რასაც კი ვიდეოში ვაჟღერებ, ან გაჩვენებთ, ესე პირდაპირ არაფერი არ იყიდება, იმიტომ რომ ჩემი პირადი კოლექციიდან არის და უბრალოდ მიმოხილვებს ვაკეთებ. თუ რამე სადმე შევიძენ და ღირს ხოლმე გაჟღერებად, აუცილებლად გეუბნებით, სადაც შევიძინე და რამდენის გადავიხადე. ასე რომ დაღწერაშიც წერია და ისედაც პირდაპირ გეუბნებით, რომ მე პირადად არაფერს არ ვყიდი და თუ რამე საინტერესო იქნება, აუცილებლად უბრალოდ გავაჟღერებ და გეტყვით. მეორე კითხვა არის, რამდენად არის კანონით ტარება შესაძლებელი. სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ტარება 100%-ით აკრძალულია და ნებისმიერი ტიპის დანა ითვლება ცივი იარაღად და ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსით ითვალისწინებს სანქციებს, შეიძლება ეს იყოს ისევ ჯარიმა, შინაპატიმრობა ან პატიმრობა, ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ აღნიშნული ქმედებებისგან. შემდეგი კომენტარი არის ერთ-ერთ დანაზე. ამის ტარებას მირჩევნია 3 ლარიანი რეზაკი ვატარო, ყველაზე უგემოვნო დანაა. მეგობარო, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად სხვათა შორის მაგაზე დაობენ ხოლმე. ასე რომ სრულიად მესმის შენი, მე ძალიან ბევრი დანა არ მომწონს, მაგრამ მოდი ეგეთ რაღაცას გეტყვი, რომ გიწერე, რომ ამის ტარებას გირჩევნია 3 ლარიანი რეზაკი ატარო. თუ კი ოდესმე ჩვენს ქვეყანაში შეიცვალა იმ დონეზე კანონი, რომ შესაძლებელი გახდა დანის ტარება, შემეხმიანე და ჩემი კოლექციიდან პირადად შენ გაჩუქებ ყველაზე კარგ დანას, რომელიც მოგეწონება მოკლედ და რომელიც ყველაზე გემოვნებიანი იქნება და ის ატარე. თუ კი კანონი შეიცვლება და მოგვეცემა უფლება რომ ვატაროთ. დანიანო კაცო, გახსნის მექანიზმებზეც ჩაწერე ასეთი ვიდეო. მიდევს გახსნის მექანიზმებზე რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეოა და თუ კარგად ჩასკროლავ, შეგიძლია ნახო. მიწერია რამდენაირი გახსნა არსებობს და მექანიზმებსაც ვეხები იქ. და დღეისათვის ბოლო კითხვა, რამდენი დანა გაქვს მეგობარო კოლექციაში. სიმართლე რომ გითხრა, არ დამითვლია, იმიტომ რომ ძალიან გაფანტულად მაქვს. მაგრამ აი ერთადერთი შემიძლია გითხრა, რომ ტარების უფლება რომ მოგცენ, რამდენიმე თვე ისე შეიძლება გავიდეს, რომ ერთი და იგივე დანა არ ჩავიდო ჯიბეში, ასე რომ საკმაო რაოდენობის არის. მთავარია კანონი შეიცვალოს და კანონმორჩილ მოქალაქეებს მოგცენ საკუთარი ჰობით გართობის უფლება. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვინმეს დანაშაულის ჩადენა უნდა, დღესაც ჩადის და ვისაც დანები გვაქვს, დღემდე ძალიან სუფთად დავდივართ და არასოდეს არაფერი დაგვიშავებია. ეს იყო და ეს. ამ ეტაპზე გარკვეულწილად კომენტარები დავფარეთ. შემდეგი ვიდეოებისთვის გამოუშვით კომენტარები და ვისაუბროთ ბევრი.